ეს გვინდა ვისაუბროთ შეეხება ასევე უმნიშვნელოვანეს თემას საქართველოს სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვა სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩვენი სტუმარი ბატონი დავით სონღულაშვილი. ბატონ დავით, მოგესალმებით, მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში იმედის დილაში მობრძანებისათვის და ვიდრე გადავალთ სხვა საკითხებზე სასაუბროთ, გუშინ ჩვენ ვნახეთ ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და თქვენი სიტყვები მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ღვინო ქართველებმა შექმნეს, თუმცა მეცაც გეტყვით, თავად ღვინომ შექმნა საქართველოს. ეს იყო უნიკალური ენოთეკის გახსნის ღონისძიება. თუ შეიძლება რომ გითხრათ მეტი ამასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა ასევე. მოგესალმებით, მიესალმებით ჩვენს მაყურებელს. 800 წლიანი თანაცხოვრება სხვანაირად შეუძლებელია თუ არ თქვით, რომ როგორც საქართველოს შექმნა ღვინო, ისე ღვინო შექმნა საქართველოს და დღევანდელ დღეს რომ საქართველოს ასეთი არის, ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული ნაწილი ამისი, რა თქმა უნდა, 800 წლიანი ღვინის ისტორია არის და ზუსტად ამ ნაწილში ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ დღეს უკვე არის ის დრო, როდესაც ღვინო ხარისხობრივად და თვისობრივად და არამხოლოდ ღვინო, სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ჯავში სოფლის მეურნეობა და თავისთავად ცხადია თავარი საექსპორტო პროდუქტი ქვეყნის, ეს არის ღვინო და ღვინო მასალები, უნდა თვისობრივად და ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს. ერთი არის, რა თქმა უნდა, უნიკალური ისტორია, რომელიც გვაქვს 800 წლიანი თანაცხოვრების და მეორე არის დღეს თანამედროვე სამყაროში, როდესაც არის უდიდესი გამოწვევა ყოველწლიურად ბოლო 10 წელიწადში ძალიან მკვეთრად შემცირდა ღვინის მოხმარების მაჩვენებელი და ფაქტობრივად 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე არის. მაშინ, როდესაც ბორდოში 20,000 ჰექტარი ვენახი უნდა გაიჩეხოს, აქ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო კვლავაც დარჩეს კონკურენტუნარიანი, ზუსტად ამ ნაწილში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ ხარისხობრივად კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ და სამყაროს ყურადღება ქართულ ღვინოსთან მიმართებით კიდევ უფრო განსაკუთრებულად მივიპყროთ და ზუსტად ის უდიდესი საგანძური, რომელიც ქვეყანას აქვს, ეს არის უნიკალური კოლექცია, ღვინის კოლექცია. დავიწყოთ ამ კოლექციის იდენტიფიკაცია, ვერიფიკაცია, რომელიც ბოლოს 2002 წელს აღიწერა, 2002 წელს შედგა და ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ დღეს ამას გადავხედოთ, ნახოთ რა მდგომარეობაშია და შესაბამისად გამოვიყენოთ ეს ყველაფერი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის და კიდევ ერთხელ სათქმელად სოფლიოსთვის, რომ ღვინო ქართველია და ჩვენი ისტორია გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ამ ისტორიის ხელშესახები ნაწილი არის ის კოლექცია, რომელიც დღეს საქართველოში ინახება. დიახ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა ამ კუთხით, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ცოტა არიჩემებს ღვინოსთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ კუთხით ხაზგასმა კიდევ ერთხელ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტია. აუცილებლად მინდა გითხოთ, სამინისტროს მიმდინარე რეფორმები, მიმდინარე პროექტები, კიდევ ერთხელ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აუცილებლად საჭიროა ხოლმე ხანდახან ხაზგასმა ამ ნაწილის. ცხადია, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი სამინისტროს და მიმართულება, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პასუხობდეს იმ თანამედროვე მოთხოვნებს და გამოწვევებს, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება დღევანდელ სამყაროში და ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს სამინისტროს შესაბამისად მოქნილი და ადვილად შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება, იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის მოგეხსენებათ, რომ ეს სამინისტრო სხვადასხვა ფორმით ძალიან ბევრ მომსახურებებს გასცემს, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს სწრაფი გადაწყვეტილებებში ხელმისაწვდომი და ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანი არის ის რეფორმები, როგორც სტრუქტურული მიმართულებით ვახორციელებთ, რომ იყოს სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისთვის და მომსახურების გაცემისთვის, ასევე როგორც გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სიღრმისეული და ძირეული რეფორმები, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებებში თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს და ეს არის ფაქტობრივად გარემოს მდგრადი მართვასთან დაკავშირებული საკითხები და სოფლის მეურნეობის მიმართულებით აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ თავარი ჩვენი მიზანი არის, რომ ქართული პროდუქცია სოფლის მეურნეობაში იყოს
პირდაპირ ხარისხთან ასოცირებული და შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში გარემოს მიმართულებით გარემო არ გამოიყოფა ამ თემიდან, იმიტომ რომ ფაქტობრივად გარემოს დაცვაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ხარისხიანი პროდუქცია მივიღოთ და სასოფლის მეურნეობაში და შესაბამისად თქვათ, რომ ქართული პროდუქცია ასოცირდება ხარისხთან. კი ბატონო, ეს მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია, სწორედ კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო მეტად გასაზრდად. აუცილებლად მინდა გკითხოთ, ჩვენ ნახეთ საკმაოდ აქტიური საერთაშორისო ვიზიტები თქვენი ამ ჭრილში, ისევე როგორც საერთაშორისო პრაქტიკის აქტიური დანერგვა ხდება საქართველოში, აი ამ კუთხით ბოლო ვიზიტებთან დაკავშირებით რომ შევაფასოთ. დიახ, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში მოგვიწია ძალიან საინტერესო ვიზიტი იყო იტალიაში, სადაც ქონდა შესაძლებლობა, რომ ვინიტალის ეს რომელიც უდიდესი ღვინის გამოფენა არის იტალიაში, ქონოდა ორხრივი შეხვედრები როგორც ჩვენს იტალიელ კოლეგასთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან და ქონოდა შესაძლებლობა, რომ კერძო სექტორთან ერთად გვენახა სხვადასხვა აგროსასურსათო წარმოების ობიექტები, რომელსაც ძალიან დიდი ინტერესი საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობის, ასევე საფრანგეთში ცხოველთა სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში მინისტერიალი 93 მინისტერიალი ეს ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ძალიან ძველი და მნიშვნელოვანი, დიდი ხნის და მნიშვნელოვანი ორგანიზაცია არის. აქაც ზუსტად იგივენაირად ჰქონდა ორხრივი შეხვედრები და არაერთ ქვეყანაში ჰქონდა აზერბაიჯანი, ასევე ძალიან საინტერესო იყო და მნიშვნელოვანი როგორც ჩვენი სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორი, სავაჭრო პარტნიორი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი აქტიური თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ემსახურებოდა რამდენიმე საკითხს. პირველი, რა თქმა უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის ჩვენი კოლეგებიდან და პარტნიორებიდან ის გამოცდილების გაზიარება და იმ ექსპერტიზის ამოღება, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად იმისთვის, რომ დღევანდელ სამყაროში ზუსტად იმ გამოწვევის ფონზე, რომელიც არსებობს რეგიონში, ქართული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი და მეორე, რაც აგრეთვე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ახალი ბაზრების გახსნა ქართული პროდუქციისთვის და ახალი შესაძლებლობების გამოყენება და ამ მიმართულებითაც საკმაოდ საინტერესო და აქტიური იყო ეს ვიზიტები, ქონდა საინტერესო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ალჟირი, იორდანია, სადაც საექსპორტო პოტენციალი როგორც საქონელთან, ასევე როგორც წყვილფეხა, ასევე წვრილფეხა საქონელთან მიმართებით საკმაოდ დიდია ინტერესი და მოთხოვნა. და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საექსპორტო მიმართულებად შეიძლება იქცეს, აგრეთვე სხვადასხვა როგორც ერთწლიანი, ასე უფრო მეტად მრავალწლიან კულტურებთან მიმართებით არის შესაძლებლობა და აქვს ძალიან დიდი საექსპორტო პოტენციალი, რომელიც აუცილებლად გამოსაყენებელია და იმისთვის, რომ უფრო ხარისხიანი პროდუქცია მივიღოთ, იმისთვის, რომ უფრო ეფექტური იყოს, უფრო მაღალშემოსავლიანი იყოს და უფრო მეტი მოსავალი მიიღოს ქართულმა ფერმერმა, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გამოცდილებები, ის შეხვედრები, რომელიც ჩვენ აგრეთვე როგორც იტალიის, ასევე საფრანგეთის სხვადასხვა მინისტრებთან ჰქონდა ორხრივი შეხვედრები და ამის ფარგლებში ჰქონდათ გზაობა იმ ლაბორატორიებზე და გამოცდილებაზე სამეცნიერო-კვლევით ცენტრებზე წვდომის, რომელიც მოგცევს შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ, როგორც ხარისხობრივი მაჩვენებელი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებელი ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის. იბატონო, აი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხობრივი რაოდენობრივი დაზე ახალი ბაზრების ათვისებაზე ვსაუბრობთ და ამ კუთხით მინდა გკითხოთ კომუნიკაცია ბიზნესთან ბუნებრივია, რომელიც უკვე აგრობიზნეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობს, რამდენად ბიზნესი მზად არის ასევე სიახლეების მისაღებად და აქტიურად მათ შორის საექსპორტო პოტენციალის ათვისების კუთხით. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობ ბიზნესთან, ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, გავაკეთეთ ფორმატი, სადაც შევქმნით დარგობრივი საბჭოები, რომელიც კვარტალში ერთხელ ვიკრიბებით კერძო სექტორთან შესაბამისი დარგების მიმართულებების წარმომადგენლებთან, სადაც გვაქვს აქტიური მსჯელობა და განხილვა იმ მოცემულობის, რომელიც არსებობს თითოეულ დარგთან მიმართებით და ეს რა თქმა უნდა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აქტიურ კომუნიკაციაში ვიყოთ კერძო სექტორთან და რეფორმებს, რომელსაც ვახორციელებთ და შედეგები რაც გვინდა მივიღოთ, იყოს თავიდან ბოლომდე კოორდინირებული კერძო სექტორთან, იმიტომ რომ მხოლოდ ასე არის შესაძლებელი, რომ რეფორმა იყოს მდგრადი და შედეგი იყოს ხელშესახები და ზუსტად ამიტომ ეს ფორმატი საკმაოდ
საინტერესოა და საკმაოდ ეფექტური არის. რა თქმა უნდა, თავისთავად თვითონ ბიზნესს ეძლევა და დარგის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ სრული სპექტრით სამინისტროს ნაწილში რა მომსახურებითაც სარგებლობს შევხვდეთ დარგებს, ვიმსჯელოთ თუ დასაკორექტირებელი გვაქვს რამე ჩვენს გადაწყვეტილებები იქნება თუ ჩვენი განხორციელებული რეფორმები იქნება, რა თქმა უნდა, ამისთვისაც მზად ვართ და ზუსტად ამ ფორმატში ვმუშაობთ, იმიტომ რომ თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად მორგებული კერძო სექტორზე, რომ უფრო მეტი შედეგი მივიღოთ, უფრო მეტი ეფექტი მივიღოთ და მინდა დაგიდასტუროთ, რომ ამ ნაწილში ეს ფორმატი საკმაოდ კარგად მუშაობს, ეფექტური არის და არის შესაძლებლობა, სადაც გარდა იმ რეგიონში გასვლითი ვიზიტების, რომელიც ჩვენ გვაქვს და სამინისტროს პარაგრაფში თითოეულ რეგიონში აქტიურად დავდივართ, პლუს ამას გვაქვს შესაძლებლობა, რომ დარგობრივად სხვადასხვა რეგიონის ერთი და იგივე დარგის წარმომადგენლებთან ერთად დავსვდეთ და ერთობლივად შევაჯეროთ საერთო ინტერესები, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. დიახ, მართლაც ბიზნესთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება თქვენი მთავრობის განსაკუთრებულად გამორჩეული ნაწილია, ამას ბიზნეს სექტორიც აქტიურად აღნიშნავს და ბოლო შეჯამების სახით აუცილებლად მინდა გითხოთ წლის მეორე ნახევარი გველის წინ ბევრი აქტუალური საკითხია ხოლმე შემოდგომო პერიოდთან დაკავშირებით და ამ შემდეგ როგორი ასევე სამინისტროს პრიორიტეტები წლის ბოლომდე წლის ჭრილში. მოგეხსენებათ, რომ სამინისტროს პრიორიტეტები განისაზღვრება სამინისტროს სამუშაო გეგმა ყოველ წლის დასაწყისში განისაზღვრება თავისთავად ცხადია ამას მიუყვებით, ვერ ხდება შემდგომში უკვე ადაპტირება გარემოებებთან მიმართებით და თავისთავად ცხადია დაგეგმილი შედეგების მიღწევა. ამ შემთხვევაში თვითონ მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ აქტიურად ხორციელდება ის რეფორმები, რომელიც დაიწყეთ როგორც სატყეოს მიმართულებით, ასევე ახალი პროგრამები სოფლის განვითარების სააგენტოს ფერმერთა რეესტრი, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მეღვინეობა, მევენახეობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც საკმაოდ დიდ შრომას დებს იმისთვის, რომ ხარისხიანი ყურძენი მიიღოს, შესაბამისად და კონდეს ვეცადოთ ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად რომ დაუფასოთ ეს შრომა და არ დადგეს ჩვეულებრივი სტანდარტული სამუშაო სტანდარტული მუშაობის გვერდით და იყოს გამორჩეული ხარისხი. არის კიდევ ერთხელ პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიღებისთვის, ზუსტად ასე უყურებთ ჩვენ, იმიტომ რომ ასე არის. საქართველოს არ არის დიდმიწიანი ქვეყანა, ზუსტად ამიტომ ჩვენ უნდა გამოვირჩეოდეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საექსპორტო პოტენციალით, რომ გქონდეს ხარისხიანი პროდუქცია და თითოეული გადაწყვეტილება ამას ემსახურება სოფლის მეურნეობის მიმართულებით და თავისთავად ცხადია ის ღონისძიებები, რასაც ვახორციელებთ წლის განმავლობაში, თავიდან ბოლომდე ამ მიმართულებით მივდივართ და აუცილებლად უნდა აღინიშნოს ძალიან დიდი რეფორმები მელიორაციის მიმართულებით, რომელსაც ვახორციელებთ, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს, როდესაც გარემო იცვლება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევად ჩნდება ხელმისაწვდომობა წყალზე და ზუსტად ამიტომ განსაკუთრებულად ეს გამოწვევა სამწუხაროდ აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მეტად დგას, დასავლეთ საქართველოს უფრო დრენაჟის პრობლემა აქვს და იქაც წყალი მოსაცილებელია სოფლის მეურნეობის სავარგულებს და ორივე მიმართულებით, როგორც ირიგაციის, ასევე დრენაჟის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტების რიგ შემთხვევაში დაიწყო და ხორციელდება, რიგ შემთხვევაში იგეგმება განხორციელება. ჩვენ აღვნიშნეთ ფერმერთა რეესტრი, კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა მიუბრუნდე ამ საკითხს, იმიტომ რომ ეს არის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამის განხორციელებას იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს და სოფლის მეურნეობა წინ წავიდეს, რადგან ეს არის შესაძლებლობა, რომ გქონდეს წვდომა იმ ბაზაზე, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით შეიძლება არსებობდეს და ეს მოგცევს შესაძლებლობას უფრო მეტად ეფექტური გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხავოთ ბატონო დავით სტუმრობისთვის. კიდევ ერთხელ მე დარწმუნებული ვარ ჩვენ წლის განმავლობაში მოგვეცემო კვლავ საშუალება განვიხილოთ მიმდინარე რეფორმები.